Ბაჩუახალაიამ პროცესის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა. მისი ადვოკატის გიაონიანის განცხადებით 2 დღის წინ ირაკლი ბათიაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ბაჩუახალაიას გარეთ ყავს ადამიანები, ვისაც უნდა ინერვიულოს. ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა ბათიაშვილი ამ განცხადებაში. აღნიშნულ ფაქტს დღევანდელ სასამართლო პროცესი ბაჩუახალაიას გამოეხმაურა, რის შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ახალაია დარწმუნებულია, რომ ზეწოლის მორიგ ფაქტს გამოძიება არ გაყვება. თბილისის საკალათო სასამართლოში ბაჩუახალაიას პროცესი პატიმრების წაემის საქმეზე გაიმართა. პროკურატურის განცხადებით, ეგრეთ წოდებული ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით მათ აქვთ წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეს იყო სპეცოპერაციის იმიტაციით შენიღბული მკვლელობა. ბრალდების მხარის განმარტებით ისინი რამოდენიმე მოწმესღა წარმოადგენენ, სწორედ ამ ეტაპიდან გაგრძელდება და მათი მოწმეების დაკითხვის და დასრულების შემდეგ უკვე თვითონ ბრალდების მხარე გააგრძელებს თავის მტკიცებულების გამოკვლევას, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას და ამ რეჟიმის მერე უკვე ჩვენ დაცვის მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს დემონსტრირებას მოახდენთ, რასაც დაახლოებით იგივე რაოდენობის პროცესები დაჭირდება, რაც ბრალდების მხარეს. სასამართლო პროცესზე დაიკითხება ბრალდების 2 მოწმე, ესენი არიან საშუალო ასრულების დეპარტამენტის ნომერ 1 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ინფორმაციას მოგვაწვდიან იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პატიმრები კომფორტულ პირობებში იხდიდნენ სასჯელს. გარდა ამისა, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნება ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა შორის აღსანიშნავია სატელეფონო ანძების მონაცემები, რომელთაც უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს მოკლული 3 ახალგაზრდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის თანხლებით გადაადგილეს